ვისაც ასეთი ულამაზესი ხაჭოს ბურთების მომზადება, იგივე სიროკებსაც ეძახიან, მომზადება გინდათ? სირნიკები, ხო, აი სწორი თქვა, სირნიკებს ეძახიან. მიყევით რეცეპტს. აი ნახეთ, აი ეს ტიპი გამოგივათ, შეგიძლიათ ჩემ კვებაზე მიირთვათ. მოკლედ, უგემრიელესი უნაზესია პირში. ხო რა, მაგრამ მაინც ხაჭოს ბურთები დავარქვათ რა. ქართულად, ხო არის ხაჭოს ბურთები ხათოსგან. აბა მიყვარხართ, მიყევით რეცეპტს. მოგესალმებით ჩემ საყვარელო მეგობრებო ხათოს და სანდრო სამზარეულოდან. გუშინ ვერ მოგილოცეთ, ძალიან ბევრი მოლოცვა შემომივიდა, მარიამობა იყო და უღრმესი მადლობა მესენჯერშიც მილოცავდით. იქვე გვერდზეც მიწერდით, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე, ესეც ხდება ხოლმე ჩემთან და გაყუსული ვიყავი, ხასიათზე რო არ ვარ ხოლმე და რაღაცა პატარა პრობლემები რომ აქვს ხოლმე, გავიყურსები ხოლმე, ყובה ადამიანი ვარ და სიხარულებიც მაქვს, პრობლემებიც მაქვს, რაზეც არ ვსაუბრობ და მაგრამ დეპრესიაში არასოდეს არ ვარდები, იმიტომ რომ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ვარ. თხის რქა ვარ, ვამაყობ ამით და უფალი ყოველთვის მიდგას გვერდით. უფალია, აი ყველაზე მთავარი. შეიძლება მეგობარმა გიღალატოს, ოჯახის წევრმა გიღალატოს, ეგეც გამოცდილი მაქვს, ოჯახის წევრი რო გღალატობს ადრე. შეიძლება სამსახურში პრობლემები გქონდეს, მაგრამ უფალი არასოდეს არ გიღალატებთ, უფალი ყოველთვის მოგისმენთ. ამიტომ უფლის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს, ყოველთვის ჩემი თხოვნა, ყოველთვის დაანთეთ სანთელი თქვენ მაგიდასთან, ყოველთვის მადლობა უთხარით იმისთვის, რასაც გაძლევთ. ხელი არ ჩაიქნიოთ არასდროს, ეხა იტყვიან ზოგიერთები ამან ეხა ფსიქოლოგობაც დაიწყო, უბრალოდ ფსიქოლოგობა არაფერ შუაში არ არის, გამოცდილება ყველაფერი და ძალიან რომ მიჭირდა ცხოვრებაში ისე რომ ყველა რო კარს მიხურავს ხოლმე, მხოლოდ და მხოლოდ უფალია ჩემს გვერდით და ყოველთვის სამსახურში რომ მიდიხართ, საქმეზე რომ მიდიხართ, მამაო ჩვენო აუცილებლად წაიკითხეთ, მამაო ჩვენო უფალო შემიწყალე, სანამ ქვემოთ ჩავდივარ კიბეებთან, ჩემო ანგელოზო წამომყევითან, შემახვედრე მხოლოდ კარგი ადამიანები, დამიცავი გულში აი ეს სიტყვები თქვით და თქვენ ნახეთ თქვენი ცხოვრება როგორ კარგად წამოვა, პრობლემები გაქვთ შვილებთან, პრობლემები გაქვთ მეუღლებთან, ყველაფერი დაგილაგდება, პრობლემები გაქვთ სამსახურში, ყველაფერი მთავარია უფლის რწმენა არ დავივიწყოთ. ეს არის მთავარი. თორემ თუ უფლის რწმენა არ აგვაქვს, არც ფული გიშველით, არც მილიარდები გიშველით. აი როგორც იშოვეთ ის მილიარდები, ისე უცებ დაიკარგება. მთავარია ეს რწმენაში ვიყოთ ძალიან ძლიერები და ეს მშველის, მარტო ეს მშველის. აი რაღაცა ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო რაღაცა პრობლემის წინაშე დავდგე, აი ზოგი ადგება და ჩაწვება, ხო? აი ვინერვიულებ, გავიყუსები, მეც მაქვს რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ძალიან ბევრი პრობლემები მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, აი უცებ მე მობილიზებას გავუკეთებ თავს, აი რო ვერ წარმოგიდგენიათ ისეთი პრობლემები მაქვს ხოლმე. და მეორე დღეს ისევ ფეხზე ვარ. აი თქვენც ესე მოიქეცით და სანთელი დაანთეთ ხშირად ჩემი თხოვნა, სანთელი დაანთეთ და ილოცეთ თქვენ გულში. უფალს ყველაფერი ესმის. დაუშვით შეცდომები, დაუშვით მეგობართან შეცდომები, დაუშვით სამსახურში შეცდომები, ადამიანები ვართ, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და დაუშვით ოჯახის წევრთან შეცდომები, სანთელი დაანთეთ, უფალს უთხარით, მოიხადეთ გულწრფელი ბოდიში და ყველაფერი კარგად გექნებათ. ეხლა არ გამიგრძელდეს ეს სიტყვა, თორემ მე ფსიქოლოგობაც შეითავსაო დამაბრალებენ. ჩემო საყვარელო მეგობრებო, იცით თქვენ რო გრამაჟობით კვებაზე ვართ, მარათონს ვეძახი, იმიტომ რომ ყველას უფასოდ უწევ კონსულტაციას, ძალიან ბევრ ვიდეოს წერ და მე გოგოები ვინც ვერ იგებენ, პირადში მწერენ ხათუნა ნოზელზე, ჩვეულებრივად მომწერეთ, არ მოგერიდოთ, თუ არ მცალია და გავიყუსე, დროს რომ ნახავ, ხმოვანს მაინც გამოგიგზავნით, მაგრამ ძირითადად ხო ყველაფერს ისე უხსნი, რომ ყველაფერი უკვე გაიგეთ რა და ეს მახარებს ძალიან ბევრი კომენტარი შემომდის რომ გახდით ზოგმოდ ჩემზე მეტი დაიკელით და აი ძალიან მახა ჩემ ნახე სანდროს ფეხის ხმა გაიგეთ და ჩემზე მეც დაიკლებთ ბევრი, იმიტომ რომ ვინც ახალგაზრდები ხართ, ნახე ვინც 40 წლის ქვემოთ ხართ, ვინც 40 წლამდე ხართ, ვისაც
53 წლის ვარ, ხო და შეიძლება ოდნავ ნივთიერებათა ცვლა შენელებული მაქვს, ხო, რა თქმა უნდა, ჩემზე მეც დაიკლებთ, მაგრამ მე ამ ყობას გავაგრძელებ ესე ნაბიჯ ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე ამ რეჟიმში ყობას და მაინც დავიკლებ, ანუ იმიტომ არ ვიწონები, რომ დავიკლებ აუცილებლად. ეხლა რა თქმა უნდა ამ ყვებაში შედის დესერტები, მაგრამ სულ ეხა ყოველ დღე რაღაცა ამ ბოლო დროს სულ ვაცხობ, ხო და ცოტა მსუბუქი დესერტი მინდა შემოგთავაზოთ. ეხა თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ ბალანსი. ეხა ყოველ დღე დღეში 3 ჯერ ტორტის ნაჭერი რო შეჭამოთ, ისეთი კლება კი შეიძლება 50 გრამი რო შევჭამოთ, მაგრამ დავაბალანსოთ ეხა ჩვენ ტვინში რა, ვისაც ტკბილი გვიყვარს ძალიან, თორე ვისაც ტკბილი გვიყვარს ძალიან, ისინი ტკბილს არ შეჭამენ და ვთქვათ ცომეულს შეჭამენ და ხილს შეჭამენ. ეხა უყურეთ, ეხა მინდა გასწავლოთ ხაჭოს ბურთების აი უგემრიელესი რეცეპტი, რომელსაც ეხა სკოლა დაიწყება, ბავშვებსაც გაატანს, აი არის უმარტივესი მოსამზადებელი და აი დესერტში, აი ჩვენ დესერტში არის ყველაზე მაგარი. აი ეს ამას თუ გავაკეთებთ, აი თუ თქვათ თვეში უნდა დავიკლოთ 4 კილო და ჩვენ ტკბილს ვჭამთ, ხო? ჩემი აზრია ეს, რა თქმა უნდა და ალბათ დამეთანხმებით თქვენს, დავიკლებთ უფრო მეტს, იმიტომ რომ ყოველ დღე ტორტის ნაჭერი, ყოველ დღე ბაკლავა და რაღაცები რო ვჭამე, ისე ვერ დავიკელი. და უფრო მსუბუქი რომ მეჭამა რაღაცები, თუნდაც შოკოლადი, თუნდაც ვაფლი, უფრო მეც დავიკლებდი, მაგრამ მე არსად არ მეჩქარება. არ არის ეს სასწრაფო დიეტა. ყველა ვარიანტში დავიკლებთ, იმიტომ რომ რეჟიმში ვჭამთ, იმიტომ რომ 6-ის მერე არ ვჭამთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ყობა. არ დამაცადეს რა ერთი წუთით. სანდრო მოვიდა და გაიგიჟეს თავი, ახლა გაიყუსნენ. აი ახლა ნახეთ, ეს არის ხაჭოს ბურთები, რომელიც მზადდება უმარტივესად. ძალიან მაგარი დესერტია, ჩემი ოჯახის წევრებიც გემრიელად მირთმევენ და განსაკუთრებით ის ბავშვები, ვისაც ხაჭო არ უყვარს. ჩვეულებრივი წონის ხაჭო ვიყიდე, ახლა ნახეთ გაუკეთებ აუცილებლად მწიკო მარილს, რომ გემოები სიტკბოს გემო ამოწიოს. აი ნახეთ, ეს არის შაქრის ფხვნილი და არასოდეს არ უყიდულობ შაქრის ფხვნილს ისეთი ფული დაადეს, რომ აი ჩემი გიჟური მიქსერი რომ აქ უცებ ჩავყრე შაქარს და აი აქამდე ჩავყარე და 5 წუთში ნახე როგორი შაქრის ფანტელი ხაჭოს ბურთებს. აი უგემრიელესია, ოლადებსაც შეგისვლით, ბევრი ფქვილი არ უნდა. აი ყურეთ, აქ არის რამდენი იყო ეს 9 კილომდე, ხო, ცოტა ცუგებს ვაჭამე. ხო, ხაჭვა იღეთ 9 კილო. აი ნახე 1, ბევრი არც უნდა, 1 შაქრის ფანტელი და 2. მარილი ხო გაუკეთე. ეხა უყურეთ, ეს არის სიმინდის სახამებელი, ამას აწერია, რომ ეს არის კარტოფილი. თქვენ თუ გაქვთ ნებისმიერი შეგიძლიათ, სიმინდისაც შეგიძლიათ და აი 1 კოვზი. всё, მეტი ამას არც ცომი არ ექნება, არაფერი. ეხა მასა და 1 ცალი კვერცხი. ეხლა ამ მასას აი ამას კარგად ეხლა მე ამოურევ და იგივე სახამებელზე აქ გავშლი, დავჭრი და შევწოვ და გაჩვენებთ როგორი გამოვა. აი სასწაული დესერტი მექნება სადილზე უკვე და უკვე აი ძალიან ტკბილებს და ძალიან იმებს ნელ-ნელა აი ჩათვალეთ რომ ჭალებში სიროკი. იგივეა ხო სანდრო? სიროკის მასა არის, უბრალოდ სახში მომზადებული. ხო, ანუ ეგეთი მასა არის, უბრალოდ სახში მომზადებული და შოკოლადის გარეშე. ეხლა ნახეთ გავაკეთო რა მაგარია. აი ნახეთ, აი ესეთი სქელი მასა მივიღე, კვერცხმა ძალიან გაათხელა და მომიწია, იმ მთლიანად წავიდა ეს სახამებელი, მაგრამ გამოვა უნაზესი, ეს 250 გრამი იქნება, მეტია რა, 200, ხო? თქვენ თვითონ ნახავთ, აი ესეთი მასა უნდა გამოვიდეს, ეხა ფორმებს მივცემ და გამოვაცხობ, აი უგემრიელესი დესერტი გამოგვივა. ნახეთ, პატარა ბურთს დავდებთ ესე, ნახე რა ფორმა მიიღო და ესე. ძალიან ესე აი. ნახე როგორი ფორმა მიიღო და შევწვავთ ორივე მხარეს. აი სასწაული დესერტია. საკმაოდ ნახე რა ფორმა მიიღო ლამაზი სარესტორნე. ხო მიხვდით? ბურთს მოწყვიტავთ, დადებთ, ცოტას მოაყრით სიმინდის სახამის, კარტოფილის სახამებას როდებისმიერი რაც გექნება და აი ესე ჭიქით მიცემთ ესეთ ლამაზ ფორმას და შევწვავთ. მორჩა, ეს ამბავია. აი ესეთ ფორმას მივცემთ, თუ გინდა ხელით გააკეთეთ ბურთები და ესე ხელით დააბტყელეთ, თუ გინდა ჭიქით, აი როგორც თუ გინდათ ერთი გრძელი ბურთი მოგრძო ესეთი ფორმა მიეცით და მერე დაჭერით. თავარია რომ იქნება უგემრიელესი და დესერტად
საღამოსაც კი შეგვიძლია რომ მივირთვათ 1-2 ცალი. გემრიელესია, თან ხაჭვა, თან ჯანსაღია, ძალიან გემრიელია, მოგეწონებათ. ეს ძალიან მარტივად იწევთ, ეს დავაფინე საშრობი, რომ ზედმეტი ცხიმი არ შეგყვეს და მივირთვით გემრიელად, უგემრიელესია, რო გაცივდება მეც გემრიელია. და აი ძალიან მოგეწონებათ, ესე მარტივად გაიბრაწება და გადმოიღეთ, ბევრი ამას არაფერი არ უნდა. გემრიელად მიირთვით, ვისაც გინდათ ასეთი გემრიელი ხაჭოს ბურთები. თუნდაც სიროკები და არქვით რაც გინდათ, მიყევით რეცეპტს, მიყვარხართ.